მოგესალმებით, ოდესმე გსმენიათ ბიჭზე, რომელიც 4 თვალით დაიბადა. ან თუ მოგისმენიათ ამბავი მამაკაცზე, რომელმაც ყველა რეკორდი დამყარა ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. და ქალზე რაღაც სიტყვით, რომელსაც ყველაზე დიდი ხელები აქვს. ამ ადამიანებს აერთიანებს ერთი რამ, მათ მთელი მსოფლიო გააოცეს. ამ ადამიანების შესახებ შენ აუცილებლად უნდა გაიგო, რადგან მათი ამბავი შენც გაგაოცებს. ასე რომ, მოკალათი კომფორტულად და უყურე ვიდეოს თავიდან ბოლომდე. 4 თვალება ადამიანს როგორც წესი მათ ეძახიან ხუმრობით, ვინც სათვალეს ატარებს. თუმცა არსებობს ერთი ადამიანი, რომელსაც შეიძლება პირდაპირი გაგებით უწოდოთ 4 თვალება. ეს პაվել გარჩაგენია. ის უჩვეულო ანომალიით დაიბადა. ჩვეულებრივი თვალების ზემოთ დამატებით კიდევ 2 თვალი ჰქონდა. ეს იყო ერთგვარი დაუსრულებელი თვალის ჭრილები. ექიმებმა ასევე რამდენიმე ანომალია აღმოაჩინეს მის სხეულზე. მაგალითად, მის თავზე რამდენიმე ფერის თმა ამოდიოდა ერთდროულად. უფრო დეტალურმა გამოკვლევებმა კი აჩვენა, რომ პაველს არა მხოლოდ თვალები ჰქონდა დამატებითი, არამედ სხვა ორგანოებიც. როგორც აღმოჩნდა, მას ჯერ კიდევ მუცლად ყოფნისას შეუერთდა მისი ტყუპის ცალი. საბოლოოდ ამა გამოიწვია მისი ვიზუალის და აგებულების ცვლილება. ასეთი უჩვეულო რამ ერთი შეხედვით ძალიან მაგარია, მაგრამ ამ ამბავში განსაკუთრებული მხოლოდ ის არის, რომ ეს კაცი უბრალოდ განსხვავებულია. სხვა მხრივ კი ეს ანომალია ნამდვილ სატანჯველია, რადგან დაუსრულებელ სხეულს უამრავი გართულება და დაავადება მოჰყვება თან. დაბადებიდან ის ბრმა იყო. მიუხედავად იმისა, რომ 4 თვალით დაიბადა, არც ერთი მათგანი არ შეეძლო დანახვა. მას ჩაუტარდა არაერთი ოპერაცია, მოშორდა დამატებითი თვალები და მხედველობის აღდგენის ოპერაციების შემდეგ გარკვეული გამოსახულებების დანახვა დაიწყო. საბოლოოდ პაველი ნელ-ნელა ემსგავსებოდა ჩვეულებრივ ბავშვს. მართალია გვიან, მაგრამ მან მაინც დაიწყო სკოლაში სწავლა. თქვენ ალბათ გსმენიათ ენის გაყოფის პროცედურაზე. ეს გახლავთ პროცედურა, როდესაც ადამიანი თავისი ნებით ქირურგიული გზით საკუთარი ენის გაყოფის ოპერაციას იკეთებს. შემდეგ უკვე შეხორცების შედეგად მას გაყოფილი ენა უხდება, ისევე როგორც ეს გველს აქვს. ბევრი ამას ლამაზად მიიჩნევს, თუმცა მე ვერ დავეთანხმები ასეთ ადამიანებს. ადამიანები ხელოვნურად იყოფენ ენას, მაგრამ ბუნებაში მსგავსი რამ იშვიათად თავისით ხდება. მაგალითად, ცოტა ხნის წინ შტატებში დაიბადა გოგონა, რომელსაც ჩვეულებრივი 2 ცალი ენა ჰქონდა. რეალურად ეს ძალიან ცუდი შემთხვევა იყო, რადგან ბავშვს 2 ენასთან ერთად 2 ყბის ძვალი ჰქონდა. დიახ, ბავშვს 2 პირის ღრუ აქვს. შესაბამისად 2 ენაც. ესეც ერთგვარი ანომალია, რაც ნაყოფის მუცელში არასწორად განვითარების შედეგად ხდება, როდესაც ტყუპები ერთიანდებიან. ეს ყოველივე ბავშვის ჯანმრთელობისთვის ძალიან ცუდი იყო. საბედნიეროდ ეს ისტორიაც კარგად დასრულდა. როდესაც ბავშვს 6 თვე შეუსრულდა, მას ქირურგიული გზით მოაშორეს დამატებითი ყბა. გოგონამ ძალიან კარგად გადაიტანა ოპერაცია და დღეს მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. დამატებითი თვალი და ყბა გასაგებია, მაგრამ რა სიტყვით კიდურებზე? შეიძლება თუ არა, რომ ადამიანს ჰქონდეს დამატებითი კიდურები. დიახ, ეს შესაძლებელია და ერთგვარი სხეულის ანომალია. თუმცა დამატებითი კიდურები ბევრად უფრო მძიმე შემთხვევაა. ეს ინდოელი ბავშვი დიპაკ პასვანია. მისი გულმკერდის არეში დამატებითი ფეხები და ხელები აქვს გამოზრდილი. ამ შემთხვევაში მიზეზი ისაა, რომ მისი ტყუპის ცალი ვერ ჩამოშორდა ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის დროს. ამ ყოველივეს მხოლოდ ერთი დადებითი მხარე აქვს. ბავშვი მისმა სხეულმა და ანომალიამ ძალზე ცნობილი გახადა. ინდოელი ხალხი ამ ბავშვს პირიქით ღმერთისგან კურთხეულ ბავშვად მიიჩნევდა, რადგან ბავშვსაც ინდოელების ღმერთის მსგავსად დამატებითი კიდურები ჰქონდა. თუმცა სინამდვილეში ამ ბავშვს რიგი პრობლემები შეუქმნა საკუთარმა ჯანმრთელობამ. პირველი ყველაზე დიდი პრობლემა, რა თქმა უნდა, ტკივილები იყო. დამატებითი კიდურები ხშირ შემთხვევაში დისკომფორტთან ერთად იწვევდა ძლიერ ტკივილებს. გარდა ამისა, საზოგადოება ვერ იღებდა ასეთ ბავშვს. მას ხშირად დასცინოდნენ თანატოლები და ბულინგის მსხვერპლიც არაერთხელ გამხდარა. მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი შეიცვალა 2010 წელს, როდესაც ერთ-ერთმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ დააფინანსა ბავშვის ოპერაცია, რომელიც ძალიან ძვირადღირებული იყო. ქირურგებმა ურთულესი ოპერაციის შემდეგ მოაშორეს ბავშვს დამატებითი კიდურები და ბავშვმაც მიიღო შანსი ეცხოვრა ისე, როგორც სხვა ნორმალური ბავშვები ცხოვრობენ. დღეს ის უკვე ზრდასრული ახალგაზრდაა და ყველაფერი ცუდი მის ცხოვრებაში წარსულს ჩაბარდა. საზოგადოებამ მოულოდნელად გაიცნო გოგონა ჩინეთიდან სახელად ლუ ჰუა, რომლის ფოტოც ვირუსულად გავრცელდა გასულ წლებში ინტერნეტ სივრცეში. ჯერ კიდევ ახალშობილმა მარცხენა ხელის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც მისმა კიდურმა ზრდა დაიწყო. ხელი უფორმოდ იზრდებოდა და ფართოვდებოდა ზომაში. შედეგად გოგონას ხელი არანორმალურად დიდი გაიზარდა. ეს ერთგვარი დაავადებაა, რომელსაც ლოკალური გიგანტიზმი ეწოდება.
ეს არის დაავადება, რომლის დროსაც ერთ-ერთი კიდური იწყებს ზრდას და ეს ზრდა არ ჩერდება. შედეგად გაზრდილი კიდური ძალიან მძიმეა და პირდაპირ გაგებით ადამიანს სიცოცხლეს უმწარებს. მხოლოდ მისი ხელის მტევანი 10 კილოგრამს იწონიდა. მისი ცერათითი 20 სანტიმეტრის იყო სიგრძეში, ხოლო საჩვენებელი თითი 30. ეს რეალურად ძალიან დიდი ზომებია. ლუჰუას მარცხენა ხელი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა როგორც ყველაზე დიდი მარცხენა ხელი მსოფლიოში. გასაგებია, რომ ეს რეკორდია, მაგრამ აქ სასიამოვნო ნამდვილად არაფერია, რადგან ეს ყოველივე საშინლად ურთულობდა გოგონას სიცოცხლეს. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლის წინ ექიმებმა ჩაატარეს ურთულესი ოპერაცია და გოგონას ხელის ზომები შეუმცირეს, ის საკუთარ მარცხენა ხელს სრულად ვერ ასდროს გამოიყენებს. რაც შეეხება ამ ქალს, რომელსაც ჯუან ჯეი სამაქსამამი ჰქვია, ლუსგან განსხვავებით ორივე ხელი გიგანტური ზომის აქვს. ტაილანდში მცხოვრები ქალის ხელების საერთო წონა თითქმის 100 კილოგრამს აღწევს. მისთვის ცხოვრება ძალიან რთულია. როგორც ექიმები ამბობენ, ამ ქალს არ სჭირს ლოკალური გიგანტიზმი. ეს უფრო სპილოს დაავადებაა. სპილოს დაავადება ლიმფური ძარღვების განადგურება, რაც კანის დეფორმაციას იწვევს და ეს ყველაზე მეტად ფეხებზე და საკვერცხეებთან ვლინდება. როგორც მეცნიერები ამბობენ, ეს დაავადება გადადის კონკრეტული პარაზიტების მეშვეობით. 40 მილიონამდე ადამიანს გასჩენია ეს დაავადება. თუმცა არსებობს მედიკამენტი, რომელიც ამ პარაზიტს კლავს, მაგრამ ის ყველა შემთხვევაში არ მუშაობს. ის მხოლოდ მაშინ იძლევა კარგ შედეგს, როდესაც ადრეულ წლებში მიხედავენ დაავადებას. მაგრამ აღნიშნული ქალის შემთხვევა განსაკუთრებით მძიმეა. ექიმების აზრით, აქ ერთადერთი გამოსავალი ამპუტაციაა. თუმცა, რა თქმა უნდა, ჯუან ჯეის არ სურს ოპერაციის გაკეთება და ხელების გარეშე დარჩენა. ის მიეჩვია ასეთ ცხოვრებას. იმდენად კარგად ფლობს საკუთარ კიდურებს, რომ მუშაობს კიდეც. ქალი საკუთარ ბიზნესს მართავს და აქტიურადაა ჩართული ვაჭრობაში. თუმცა, სადამდე გაგრძელდება მისი ხელების ზრდა, ეს არავინ იცის. ამ ამერიკელმა 49 წლის ქალმა გააოცა მთელი მსოფლიო საკუთარი ძალიან განიერი თეძოებით. მისი გარშემოწერილობა 2 მეტრი და 40 სანტიმეტრია. მთლიანობაში კი ქალის სიმაღლე 164 სანტიმეტრია და ამასთან მისი წონა 190 კილოგრამს აღწევს. აქაც შეიძლება ბევრმა იფიქროს, რომ საქმე ლოკალურ გიგანტიზმთან გვაქვს, მაგრამ სინამდვილეში ლოკალური გიგანტიზმი აქ არაფერ შუაშია. 22 წლამდე ის ჩვეულებრივი გოგონა იყო და არაფრით განსხვავდებოდა სხვებისგან. თუმცა ყველაფერი შეიცვალა პირველი შვილის გაჩენის შემდეგ. მაშინ გოგონამ ძალიან მოკლე დროში 25 კილოგრამი მოიმატა. ამის შემდეგ ქალმა კიდევ 3 შვილი გააჩინა. თითოეული მშობიარობის შემდეგ ქალბატონის სხეულის ზომაში იზრდებოდა. ის არ წვეთდა მატებას. როგორც ექიმებმა დაასკვნეს, მშობიარობის შემდეგ ქალს ლიპიდემა დაემართა. ეს არის პროცესი, როდესაც სხეულის ცხიმი არ იწვება, მიუხედავად ვარჯიშისა თუ საკვების სწორად შერჩევისა. როგორც ამბობენ, ეს ეგრეთ წოდებული გაყინული წონაა. თუმცა აღნიშნულ შემთხვევაში მთელი ცხიმი თეძოებთან დაუგროვდა ქალს. რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია მისთვის გადაადგილება და ყოველდღიურ საქმეებში ჩართვა. თუმცა მისი სხეულის გამო ეს ადამიანი მთელმა მსოფლიომ გაიცნო. ჩვენი შემდეგი გმირი კი ზემოთ აღნიშნულ ქალისგან განსხვავებით აქტიურად არის ჩართული ცხოვრებისეულ საქმეებში, რადგან ეს არის ქალი, იულია გიუნტელი, რომელიც ყველაზე ელასტიური ქალია მთელს მსოფლიოში. საინტერესოა ვწდები თუ არა იატაკს ხელებით ისე რომ მუხლები არ მოხარო. თუ დიახ, მაშინ მოიწონე ეს ვიდეო. თუ ვერ ვწდები, მაინც მოიწონე. მოკლედ, მსგავსი მსუბუქი, ეგრეთ წოდებული გაწელვები ამ გოგონასთვის არაფერია, რადგან როგორც თქვით, ის ყველაზე ელასტიური ქალია მთელს მსოფლიოში და მანაც როგორც ჩვენი ვიდეოს სხვა გმირებმა მთელი მსოფლიო გააოცა. ქალი დღეს უკვე 37 წლისაა. გოგონა წარმოშობით რუსეთიდანაა და ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს გერმანიაში. ის პროფესიონალი მსახიობია. ფენომენალური ელასტიურობის წყალობით ქალს შეუძლია სხეულს მისცეს ადამიანისთვის სავსებით უცნაური და წარმოუდგენელი ფორმა. მას მეტსახელად ზლატას ეძახიან. მისი უნიკალური შესაძლებლობები ჯერ კიდევ 4 წლის ასაკში გახდა ცნობილი, ხოლო 6 წლის ასეულია უკვე ცირკის დასის წევრი იყო. როცა ის 16 წლის გახდა, მშობლებთან ერთად ლაიფციგში გადავიდა საცხოვრებლად. გოგონა არის უამრავი სხვადასხვა რეკორდის მფლობელი ამ სფეროში. ურთულეს ვარჯიშებთან ერთად ამ ქალის ელასტიურობის მიზეზი უიშვიათესი დაავადებაა, რომლის მეშვეობითაც მისი მყესები ჩვეულებრივ ადამიანთან შედარებით რბილი და ელასტიურია, მაგრამ არ უნდა გამოგვჩეს სიულიას თავდაუზოგავი შრომაც. მისი ხერხემალი და ძვლოვანი სისტემა საოცრად ელასტიურია, რაც მას აძლევს საშუალებას მიიღოს უცნაური პოზები. ყოველდღიურად გოგონა თავისი ნომრების დასახვეწად დაახლოებით 4 საათს ვარჯიშობს.
თუ კი ზემოხსენებული იულიასთვის უმარტივესია სხვადასხვა ტრიუკების შესრულება, ამ კაცისთვის, რომელსაც აშრი და ფულმანი ჰქვია, უმარტივესია მსოფლიო რეკორდების დამყარება. Როგორ უცნაურად ჟღერს, თუმცა ეს კაცი ამყარებს გინესის რეკორდებს ნებისმიერ რამეში, რასაც მოინდომებს. გაგიკვირდებათ და გინესის რეკორდების წიგნში მისი სახელი, აშრი და ფულმანი 600-ზე მეტჯერ წერია. ის პირდაპირ გაგებით რეკორდების დამყარების რეკორდსმენია. მისი ცხოვრება რეკორდებისგან შედგება. ის ყოველთვის აკეთებს ისეთ რამეს, რასაც სხვა ვერავინ გაიმეორებს მთელი მსოფლიოდან. 1970 წლიდან კაცი არ წყვეტს რეკორდების დამყარებას და არც აპირებს გაჩერებას იმის მიუხედავად, რომ აღარ არის ახალგაზრდა. მან დაამყარა რეკორდი ყველა კონტინენტზე სხვადასხვა დისციპლინაში. თავად აშრიდას თქმით, საკუთარი ცხოვრების წესით უნდა დაუმტკიცოს ყველას, რომ ადამიანის შესაძლებლობას სხვარი არ გააჩნია. მგონი ეს გამოუვიდა კიდეც. მრისხანე გიგა, ქართველი არ გეგონოთ, ასე ჰქვია უბრალოდ. შეიძლება ვთქვათ, რომ ერთ-ერთი ადამიანი, ვისი ცხოვრებაც საერთოდ არ შეცვლა პანდემიის დროს, ეს გიგა უგურუა. რადგანაც გიგა უგურუ 20 წელზე მეტია საკუთარ სახლში ვარჯიშობს და საოცარ ტრიუკებს აკეთებს. მისთვის პანდემიამაც კი ისე ჩაიარა, რომ არ გასჭირობია, რადგან ისედაც სახლში იყო და მთელი დღე ვარჯიშობდა. ჯერ კიდევ 4 წლის ასაკში გიგა უგურუმ მშობლებმა ტაიკვანდოზე შეიყვანეს. მოგვიანებით უკვე 12 წლისა მუაი-თაით დაკავდა და ამავე დროს ვარჯიშობდა პარკურზე, ტანვარჯიშზე, კარატეზე და ასე შემდეგ. მან გააერთიანა სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნება. დღეს მისი შესაძლებლობები გასაოცარია. ყოველივეს ფონზე მისი შემხედვარე ვფიქრებ, რომ ის ძალიან მრისხანე ადამიანია, ძალიან ძლიერია და მასთან ხუმრობა ნამდვილად არ ღირს. თუმცა მიუხედავად ასეთი მოძრაობებისა, გიგა არ არის მებრძოლი. ის შესანიშნავი შოუმენია, ასე რომ მისნაირ ადამიანს გამოცდილ მებრძოლთან ნაკლები შანსები ექნება. 11 წლის ბავშვები როგორც წესი ვიდეო თამაშებით ერთობიან ან სხვადასხვა რამით არიან დაკავებულნი ეზოში ბავშვებთან ერთად, მაგრამ გონი ჩვენს დროში ქუჩაში ბავშვი იშვიათად გამოდის სათამაშოდ. თუმცა 11 წლის ბრიუს ლის ფანისთვის ბავშვური გართობა მოსაბეზრებელია, რადგან ურჩევნია ივარჯიშოს და მაქსიმალურად დაემსგავსოს თავის კუმირს. ამ გასაოცარმა იაპონელმა ბავშვმა პირველად წლინახევრის ასაკში უყურა ბრიუს ლის ფილმს და მას შემდეგ მოტივირებულია მაქსიმალურად დაემსგავსოს მას. ბავშვი დღეში 3 საათს ვარჯიშობს, რომ მიაღწიოს შედეგებს და გახდეს ისეთი, როგორც მისი კუმირი. დააკვირდით ვიდეოს, თუ როგორ პროფესიონალურად იმეორებს ბრიუს ლის ყველა მოქმედებას. ალბათ ამ ბავშვს ვერავინ მოჰპარავს ფანქარს სკოლაში. აბა გაბედონ, შემდეგ რაც მოხდება უკვე საკუთარ თავს დააბრალონ. ჩვენი შემდეგი გმირი სამხრეთ კორეელი ბიჭია. მას თავის ქვეყანაში ადამიან მოლუსკს უწოდებენ. სამწუხაროდ მისი ნამდვილი სახელი ცნობილი არაა. როდესაც ეს ბიჭი ცნობილი გახდა, მაშინ სტუდენტი იყო. აქვე გეტყვით, რომ ის რასაც აკეთებს, არ უნდა გაიმეოროს არავინ. ეს ჯანმრთელობისთვის საშიშია. რეალურად ვერც გაიმეორებს ამას, სხვა უბრალოდ ერთგვარი გაფრთხილებაა. ამ ბიჭის ელასტიურობა აოცებს ყველას. მათაც კი, ვინც თავისი სხეულის განვითარებას არაერთი 10 წელი დაუთმო. რაში მდგომარეობს მისი საიდუმლო? ყველაფერი ძალიან მარტივადაა. ბიჭს ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი დაავადება სჭირს. ასეთი დაავადების დროს ადამიანის ძვლები, ხრტილები და კუნთები განსაკუთრებული ელასტიურობით გამოირჩევა. ეს სწორედ ის დაავადება, რაც ზემო აღნიშნულ ქალს, იულია გიუნტელს სჭირდა. ასეთ ადამიანებს ექიმები ურჩევენ, რომ ძალიან არ გაერთონ თავიანთი დაავადებით. ამას შეიძლება ცუდი შედეგი მოჰყოს, რადგან ზედმეტი მოუვიდეს. თუმცა ეს ბიჭი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და მას ეს დაავადება არანაირ დისკომფორტს არ უქმნის. ის მზადაა გააოცოს მთელი მსოფლიო თავისი უნიკალური სხეულით. არონ კროუ, როდესაც ეს ადამიანი გამოჩნდა პირველად ერთ-ერთ ტელეშოუში, ჟიურის წევრებმა მას უამრავი კითხვა დაუსვეს. რამდენი წლის ბრძანდებით, საიდან ხართ, რა გქვიათ? ყოველივე ამაზე კი მამაკაცი მხოლოდ და მხოლოდ ღიმილით პასუხობდა. მას თავდაჯერებული გამომეტყველება ჰქონდა. ძალიან მალე მან მიიღო ზედმეტსახელი დუმარე მენტალისტი. თუ კი ფიქრობთ, რომ ეს შოუ მოსაწყენია, მაშინ გირჩევთ ამ ბიჭის გამოსვლას თავიდან ბოლომდე უყუროთ. იმიტომ რომ ამ ბიჭმა ურთულეს დავალებას გაართვა თავი. წარმოიდგინეთ, მან მთელი დარბაზი გამოსვლის პირველივე წუთიდან ისეთ დაძაბულ მდგომარეობას ჩააგდო, რომ ხალხი უკვე ცუდად ხდებოდა. არონ კროუ არტისტია ბელგიიდან, რომელსაც არაფრის ეშინია. ყოველ ჯერზე გამოსვლისას არონ სცენაზე აჰყავს ხალხი. ეს კი იმისთვის, რომ მათ სამიზნეები დააჭერნოს ხელში, ან მეორე ვარიანტი, თავად იყვნენ სამიზნეები. ამის შემდეგ მამაკაცი თვალებზე დამდნარ სანთელს ისხამს. თუ ეს არაა საკმარისი, შემდეგ სახეზე ის ნაჭერს და შემდეგ უკვე ლენტს იხევს. ამით ის ხალხს აჩვენებს, რომ ვერაფერს ხედავს. ყველაფერი რაც შემდეგ ხდება, უბრალოდ საოცრება. ეს თქვენ თუნდა ნახოთ.
ერთ შეხედვით ისე ჩანს, რომ თითქოს ახლა აარონი ადამიანს შუაზე გაჭრისო, თუმცა საშიში არაფერია. აარონი ნამდვილი პროფესიონალია. მან ამ შედეგს ხანგრძლივი მუშაობის და ვარჯიშის შედეგად მიაღწია. შეიძლება ითქვას, რომ აარონ კროუ ყველაფერს აკონტროლებს. სტივენ უილჩერი. როდესაც ადამიანს უსვამენ დიაგნოზს და ამბობენ სიტყვა სინდრომს, ბევრისთვის ეს ნამდვილი ტრაგედია. მეორეს მხრივ ეს სინდრომები არც ისე საშიშები არიან და შეიძლება მათ ადამიანს ნამდვილი აღიარება და პოპულარობა მოუტანონ. სავანტას სინდრომი უიშვიათესი დაავადებაა, რომელიც დამახასიათებელია დარღვეული ნერვული სისტემის მქონე ადამიანებისთვის, როგორც აუტიზმის სპექტრი ან ასპერგერის სინდრომი. ამ სინდრომის მქონე ადამიანები წარმოუდგენლად ნიჭიერები არიან მუსიკაში, მხატვრობაში, გამოთვლებში თუ სხვადასხვა რამეში. სავანტას სინდრომმა სტივენს ნამდვილი აღიარება მოუტანა. ის უნიკალური ნიჭის მქონე საოცარი ადამიანია. სტივენ უილჩერი ლონდონში ცხოვრობს. ის მხატვარია, რომელიც მსოფლიო მისი უნიკალური ნიჭით გაიცნო. ხელოვნების შემოქმედების ძირითად მიმართულება მის მიერ ერთხელ ნანახი ქალაქის პეიზაჟების დახატვა, რაშიც მას ხელშესანიშნავი მეხსიერება უწყობს. 5 წლამდე მას ერთი სიტყვაც კი არ ქონდა ნათქვამი. დღეს კი ბრიტანეთის საუკეთესო არტისტია, რომელსაც ელიზაბეთ მეორემ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის ბრიტანეთის იმპერიის ორდენი გადასცა. სტივენს გასაოცარი ფოტოგრაფიული მეხსიერება გააჩნია. მისთვის მხოლოდ და მხოლოდ ისაა საკმარისი, რომ ვერტმფრენიდან გადმოხედოს ქალაქს. შემდეგ სტივენი ჯდება და იდეალური სიზუსტით ასრულებს ქალაქის პანორამულ ნახატს. უდიდესი ძალა. კუნთის ჰიპერტროფია. ბუნებაში არსებობს ორი სახის ჰიპერტროფია: მიოფიბრილების და სარკოპლაზმის. თითოეული მათგანი თავისებურად ზემოქმედებენ კუნთებზე. თავისთავად მიოფიბრილები წარმოადგენენ კუნთოვანი ბოჭკოს კუმშვადი ნაწილების სკონებს, რომლებიც მონაწილეობენ სიმძიმეების აწევაში. ისინი განთავსებულია კუნთების ყველა ქსოვილში. ყველა კუნთოვან უჯრედში განთავსებულია დიდი რაოდენობის მიოფიბრილები და მათ ჰიპერტროფიას იწვევს ათლეტის მიერ საორჩო წონების გაზრდა. ანუ რაც უფრო უჩვეულო დატვირთვას მისცემ თქვენს ორგანიზმს, მით უფრო მეტ მიკროტრამვას მიიღებს კუნთოვანი უჯრედი. იმისათვის, რომ თქვენმა ორგანიზმმა თავი დაიცვას ახალი სტრესისგან, ორგანიზმი რთავს დამცავ საკომპენსაციო ფუნქციას, რომელიც აღადგენს დაზიანებულ ბოჭკოებს მარაგით, რითიც იზრდება მიოფიბრილების სიმჭიდროვე და მოცულობა. სხვა დროს იგივე დატვირთვა უკვე გამოიწვევს კუნთის ნაკლებ სტრესს და ტრავმას. არსებობს ერთი ასეთი დაავადება, დაავადება, რომელიც ზრდის ადამიანში კუნთოვან მასას და შესაბამისად, რაც უფრო დიდი მასა აქვს ადამიანს კუნთოვანი, მით უფრო ძლიერია ის. ასეთი ბავშვი ერთ-ერთი მსოფლიომ გაიცნო, ეს ჯულიან ოსტროვია. მან ვარჯიში 2 წლის ასაკიდან დაიწყო. ბიჭუნას ოჯახი ამჟამად იტალიის ქალაქ ფლორენციაში ცხოვრობს. პატარა ბოდიბილდერმა სახელი მას შემდეგ გაითქვა, რაც ასობით მაყურებლის თვალწინ ურთულესი დავალება შეასრულა და თავისი ადგილი დაიკავა გინესის რეკორდების წიგნში. ბიჭუნამ რეკორდი ხელებით სიარულში დაამყარა. მან 10 მეტრზე ყველაზე სწრაფად გაიარა. თანაც ისე, რომ ფეხებზე უმძიმესი ბურთები ჰქონდა დამაგრებული. ჯულიანოს 7 წლის ასაკში ჩვეულებრივ ბავშვზე 3-ჯერ უფრო მეტი კუნთოვანი მასა ჰქონდა. ჯინ მაკენზი ბოლდუინი. ადამიანის ცხოვრება ერთგვარი თავგადასავალია. ის მუდამ ეძებს ისეთ რამეს, რაც მასთან ახლოს იქნება და ეს რაღაც მის ცხოვრებას გაალამაზებს. უცნაური და საინტერესო რაღაც შენში შეიძლება აღმოაჩინოთ ძალიან გვიან, 60 წლის ასაკშიც კი. ჯინ მაკენზი ბოლდუინი შოტლანდიელი ბებოა. ის უკვე 66 წლისაა. მას ცოტა ხნის წინ მუხლებზე ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ ეს ყველაფერი არ უშლის ხელს იმაში, რომ რინგზე გამოვიდეს და ნამდვილი მხეცი იყოს. არ მოგესმათ 66 წლის ბებო კრივითაა დაკავებული. მოხუცი შთააგონა შვილიშვილმა. ის ყოველთვის ეუბნებოდა ბებოს, რომ წასულიყო მასთან ერთად ვარჯიშზე. საბოლოოდ ის გაჰყვა შვილიშვილს ვარჯიშზე და ეს ის გადაწყვეტილება, რასაც ბებო არასდროს ინანებს. ბებია სიამოვნებით ვარჯიშობს კრივზე და კიკბოქსინგზე. შვილიშვილი ეუბნება მოხუც ბებოს, რომ სცადოს შეჯიბრზე გასვლა, მაგრამ ბებო ამბობს, რომ არ აინტერესებს ტიტულები. სევენ უეიდი. რა თქმა უნდა, დღეს იშვიათი ადამიანი ხდება გინესის რეკორდების წიგნში. განსაკუთრებით იშვიათია შემთხვევა, როცა არასრულწლოვანი ხდება რეკორდსმენი. ჩვენი შემდეგი გმირი სევენ უეიდი გინესის რეკორდების წიგნში საპატიო ადგილს იკავებს. ბიჭმა რეკორდი დაამყარა რამდენიმე წლის წინ. ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ ეს ბიჭი YouTube-ზე უყურებდა ნიჭიერ ხალხს. ის გინესის რეკორდებს ხშირად ადევნებდა თვალს. ერთხელაც ის წაწყდა გინესის რეკორდსმენს, რომელიც ყველაზე სწრაფად უკრავდა ტაშს. ის 1002-ჯერ უკრავდა წუთში ტაშს. როდესაც სევენმა ეს რეკორდი ნახა, უბრალოდ თავისთვის გადაწყვიტა, რომ გაეუმჯობესებინა აღნიშნული რეკორდი. გავიდა ცოტა ხანი და ბიჭმა თქვა, რომ შეასრულა საკუთარი ნათქვამი. სულ ცოტა ხანში ის უკვე მზად იყო გაეუმჯობესებინა წინა რეკორდი და გამხდარიყო ადამიანი, რომელიც ყველაზე სწრაფად უკრავს ტაშს.
ბიჭის შედეგი 1080 ტაშის დარტყმა იყო 1 წუთში. იმისთვის რომ კარგად დააკვირდე მის ხელებს, საჭიროა ვიდეო ცოტა შეანელო. ეს ბავშვი მართლაც საოცრებაა. კანე ტანაკა. იმისთვის რომ სოფლიო გააოცო და განსაკუთრებულ ადამიანად გაღიარონ, ხანდახან უბრალოდ საკმარისია ის რომ იცოცხლო. იცოცხლო ოღონდ ჩვეულებრივზე ბევრად უფრო მეტხანს. რომ იცოცხლო ამაში განსაკუთრებული არაფერია, მას ხომ ყველა უცოცხლობ, თუმცა იცოცხლო იმდენ ხანს რომ ყველა შენზე საუბრობდეს, ეს ნამდვილად რთულია. ეს კანე ტანაკა, რეკორდსმენი ქალი, რომელმაც ძალიან დიდხანს იცოცხლა. 116 წლის ქალი კანე ტანაკა გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა როგორც პლანეტის ყველაზე ასაკოვანი ქალბატონი. ის იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში კუნძულ კიუსიუზე მდებარე ქალაქ ფუკუოკაში მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობს. საერთაშორისო მასშტაბით ყველაზე ხანდაზმული ადამიანების დიდი ნაწილი იაპონიაში ცხოვრობს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ფაქტი კუნძულოვანი სახელმწიფოს კოების ტრადიციებთან არის დაკავშირებული. იაპონიის სამზარეულოში თევზი, ბრინჯი და ბოსტნეული დომინირებს. როგორც მოხუცებულთა თავშესაფრის თანამშრომლები ამბობენ, 116 წლის ტანაკა დილის 6 საათზე დგება და მათემატიკაში მეცადინეობს. მას ძალიან უყვარს სამაგიდო და ინტელექტუალური თამაშები. ეს ქალი ნამდვილი საოცრებაა, რომელიც მთელ მსოფლიოს აოცებს. მთლიანობაში ჩვენი ვიდეოც დასასრულს მიუახლოვდა. აუცილებლად გამოიწერეთ არხი და არასდროს გამოტოვოთ ახალი ვიდეო ჩვენთან. მე შემდეგ ვიდეომდე გემშვიდობებით, რომელიც ძალიან მალე დაიდება. დროებით.